ინტერნეტ მედია გოგა GGG წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემა გულის სახილს, რომელიც ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს. მე ნიცა გვერდწითელი ქართულ გულის სახილზე გიამბობთ. არ გამოტოვოთ ყოველ შაბათს გოგა GGG-ზე, ყოველ კვირას 21 საათზე ტელეკომპანია LTV-ს ეთერში, ხოლო განმეორებით სამშაბათს 18 საათზე. ზოოპარკი ანუ ზოოლოგიური პარკი ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ცხოველი დაათვალიეროს. პირველი ზოოპარკი ძველი მეფეებისა და დიდებულების ცხოველთა კოლექციებს წარმოადგენდა. დღეს მრავალნაირი ზოოპარკი არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი გარკვეული ტიპის ცხოველებზეა სპეციალიზირებული. გარდა იმისა, რომ ზოოპარკში ცხოველების ნახვა შეიძლება, ამ ორგანიზაციებს კიდევ სამი დანიშნულება აქვს. მომსვლელთა გათვითცნობიერება, ცხოველთა უნარჩვევების შესწავლა, ცხოველთა გამრავლება და მათი შთამომავლობის ბუნებაში დაბრუნება. ბევრი სახეობის ცხოველი ისე მცირე რაოდენობით დარჩა ბუნებრივ პირობებში, რომ ზოოპარკებში მათი გამრავლება შესაძლოა ამ ცხოველთა გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს. უკანასკნელ ხანს ბევრ ზოოპარკში მიხვდნენ, რომ პირველ ადგილზე ცხოველთა ინტერესები უნდა დააყენონ. კარგ პარკში ცხოველები გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ბუნებაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში კავკასიის ცხოველთა სააკლიმატიზაციო საზოგადოება ფუნქციონირებდა. საზოგადოება ველურ ცხოველებს ინახავდა, თუმცა ზოოლოგიური პარკის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა. თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსებულ იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერის ხეობაში მიწის ფართობი გამოეყო. ზოოპარკის პირველი დირექტორი ჰანსონი გახდა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა გულის სახილს, მე ამ გადაცემის წამყვანი ნიცა გვერდწითელი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გადაცემის იდეის ავტორ გოგა გოგილაშვილს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი გადაცემა, რომელიც ეძღვნება ყველა ქართველ ემიგრანტს, ასე რომ დიდი სიყვარულით მინდა მოგიკითხოთ და რა თქმა უნდა გისურვოთ ისეთ სამშობლოში დაბრუნება, რომელზეც თქვენ ნამდვილად ოცნებობთ. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქართული შრიფტით აკრიფოთ გადაცემა გულის სახილი, მოიწონოთ ჩვენი გვერდი და ნებისმიერი სახის შეტყობინება გამოგვიგზავნოთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გადაცემა გულის სახილის პარტნიორ კომპანიებს სპორტ კომპლექს არენას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ასევე დიდი მადლობა სილამაზის სალონ ალექსანდრას. განსაკუთრებული მადლობა ქართულ დიზაინერ მარიამ სამხარაძეს, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ ქართულ ფეხსაცმელებს, ასე რომ თუ გსურთ გეცვათ ბრენდი მარუსინკას შუს, აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ მაღაზია არჩევანში. და განსაკუთრებული მადლობა ჩვენ პარტნიორ სამკერვალო სალონ ტიას. როგორ მოგწონთ თბილისის ზოოპარკი? ძალიან. არაფერს არ შეცვლიდით? არა. მოგწონთ თუ არა თბილისის ზოოპარკი? კი. და არაფერს არ შეცვლიდით? ავიც ჯერ ადგილს შევცვლიდი. უფრო შვიდ გარემოში რო იყვნენ ცხოველები. გავაფართოვებდი ცხოველების ადგილს გავზრდიდით და ავიც უფრო გავამრავლებდით სხვა ცხოველებით. მოგწონთ თუ არა თბილისის ზოოპარკი? დიახ, ძალიან მომწონს, ძალიან ბევრი ცხოველები არიან საინტერესო და ძალიან გასართობია. რომელი ცხოველი გინდა რომ იყოს? მე მინდა რომ იყოს რა ვიცი. ბევრი ცხენები მინდა უფრო რომ იყოს. ძალიან მიყვარს ცხენები ზოგადად. მოგწონთ თუ არა თბილისის ზოოპარკი? დიახ. რამეს ხომ არ შეცვლიდით? არა. ტერიტორია მოგწონთ, სადაც არის ზოოპარკი? არა, ადგილმდებარეობა არა. და სად გადაიტანდით თქვათ? რავი, გარეუბანში უფრო.
ზოგადად ცხოველების სიყვარულის მიმართ ესე დავიწყე მუშაობა, შემდეგ ცოტა ხანი მუშაობდი რამდენიმე ერთ ნახევარშტატზე, მე გამომთლიანეს და ესე მე შევიჩვე და აქ ვარა. პირველ რიგში თვისებები, რა ვიცი, უნდა იყოს ბოროტია უნდა იყოს ეს ერთი, იმიტომ რომ ცხოველი თვითონ რაღაც სპეციფიურია, ხან მით უმეტეს მტაცებელი თვითონ გრძნობს რაღაც იმას გამოხატავს ყველაფერს და უნდა კონდეს საცხოვრების მიმართ რაღაც სიყვარული, რომელიც თვითონ ცხოველმაც უნდა იგრძნოს ეს. ასევე მაინტერესებს რაიმე სახიფათო სიტუაცია თუ შეგმთხოვია. სახიფათო სიტუაციები კი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ნუ არის რა თქმა უნდა ექსტრემალი რაღაც ესეთი რაღაცეები, რომელიც ცოტა თავიდან შეჩვევა უნდა ცხოველს. როცა ეჩვევი, რაღაც მომენტები არის, რომელიც ამ შეჩვევაში შენ უნდა შეხვიდე ურთიერთობაში. ნუ მე გეჩვევა, მე უკვე ცოტა სხვანაირად არის, მე უკვე შეჩვეულია ესე რო ვთქვა რა. პირველი როგორც წესი დედალი იღებს ხორცს. როგორც ბუნებაში დედალი ნადირობს, მამალი ჭამს. რაც შეეხება ჩვენ შუმბას, ჩვენ ლომს ბიჭია ის მოხდა ისე რომ დედამისმა უარი თქვა მის გაზრდაზე და ჩვენ მოგვიწია მისი გამოყვანა. ანუ ჩვენ ის გავზარდეთ ხელზე და როდესაც უკვე შეუძლებელი იყო მისი ოთახში მომლელთან გაჩერება, მერე უკვე ჩვენ მას დაუთმეთ საკმაოდ დიდი და ფართო ვოლიერი. თქვენ ამას ხედავთ. სამშობლოება რატო თქოს უარი ანუ? რა ვიცი, ვკითხეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ მოხდა ისე რომ ეს შუმბა აღმოჩნდა ამ ვოლიერში მარტო და ძალიან მოიწყინა, იმიტომ რომ იყო პატარა და ყველა პატარას უნდა გართობა, თამაში, ხო? ასე ვთქვათ, ისეთი პერიოდია ცხოვრების. და მოკეთ ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა გადავწყვიტეთ, რომ მისი ეს მარტო ყოფნა რაღაცით, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება შეგვეტანა მის ამ მარტოობაში და გადავწყვიტეთ რომელიმე ცოცხალი არსების მასთან ერთად ჩასმა. და ჩვენი, ასე ვთქვათ, ყურადღება გაჩერდა ძაღლზე, რომელიც იმ დროს აი ამ შავ პუდელზე კარაკულას ვეძახით, რომელიც ამ დროს ზოოპარკში იყო, ისიც პატარა იყო, ლეკვი იყო და შევიყვანეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველაფერი, რომ ის ლომია, ეს ძაღლია, რომ არ ყოფილიყო რაიმე ექსცესი, რამე მოულოდნელობა, ჩვენ ვაკვირდებოდით მათ, ჯერ კიდე შეიძლებოდა შუმბასთან ვოლიერში შესვლა და მარტო ძაღლს მასთან ავტოვებდით. ღამე კიდე, როდესაც ეხლა ზოოპარკი იცლება თანამშრომლებისგან, შემდეგ ის უკვე ცალკე გადაგვყავდა, ანუ ღამეც მას ავტოვებდით ლომთან ერთად. მოკლედ აი ამ გავიდა რაღაცა ხანი და ისინი ძალიან დამეგობრდნენ. და ეხლა გამოყვანაზე კი არა, როდესაც დროებით ვაცალკევებთ ხოლმე, როდესაც შედიან ჩვენი თანამშრომლები ვოლიერის დასალაგებლად და შუმბას დროებით კეტავენ მის ზამთრის ვოლიერში და ეხლა კარაკულას ჩაკეტვა საჭირო არ არის, ხო, ის შინაური ცხოველია. ხო, ძალიან ნერვიულობს ორივე. ანუ ძალიან სწრაფად უნდა რომ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და აი ესე შედგა მათი მეგობრობა. გადაცემა გულის ძახილის გადამღები ჯგუფი ახლა შემოგვიშვეს ადგილად
სკოლა, სადაც რა თქმა უნდა ნებისმიერი დამთვალიერებელი ვერ მოხვდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მტაცებელი ცხოველების გალიების უკანა მხარეს. შეგიძლიათ ახლა ჩემთან ერთად გაიხედოთ, აქედან დავინახავთ კიდევაც დამთვალიერებელს და ძალიან ახლოს ვართ ცხოველებთან. რა თქმა უნდა, მე შემიძლია რომ გავხსნა კარი და გამოვუშვა ისინი და მთელი თბილისი ჩავაგდო შოკში, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ გავაკეთებ და დავემორჩილები ზოოპარკის წესებს. მაშასე გამომყევით, როგორც ვიცი, ახლა შეგვიძლია რომ მივიდეთ ცხოველთა მეფესთან, ლომთან და ჩემი და ლომის პირველი დამეგობრების კადრები გიჩვენოთ. მოვეფერები, იმედია. აი ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც გადაცემა გულის სახელით გადამღები ჯგუფი ექსკლუზიურად შემოგვიშვეს. გამარჯობა ბაჩო. რაღაცა ცოტა მღელავს სიმართლე რომ გითხრათ. ანუ ეს არის ყველაზე ისეთი მშვიდი ცხოველები ამ მტაცებლების შორის, ხო? რადგან შეგვიძლია რომ მოვეფეროთ და შევეხოთ. ამ გაყოფილებაში ესე. სახელები აქვთ? ბარბარა, ნატო და ლუკი. ახლა ჩვენ მოვედით თეთრი მარტორქის ვოლიერთან და პირველი რაც დამთვალიერებელს თვალში ეცემა და ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი არის ის რომ ის ზის არც მეტი და არც ნაკლები ვირებთან ერთად. ეხლა სად მარტორქა და სად ვირი, ხო? ეხლა ძალიან აბსოლუტურად ერთმანეთისგან ძალიან შორს მდგომი ცხოველები არიან, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ცხოველს. ესე იგი, ის იყო მარტო და ამ სიმარტოვისგან მას მარტორქას გულისხმობ, ძალიან გაუფუჭდა ხასიათი. გახდა ძალიან ბრაზიანი, აგრესიული, ვერ ახერხებდნენ ჩვენი მოვლელები შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ზამთრის ვოლიერი, სადაც ის შეიძლება ჩაიკეტოს დროებით, რა თქმა უნდა, იზოლაციაში იყოს, სანამ ლაგდება მისი ვოლიერი. ის არ შედიოდა არც თავის ზამთრის ვოლიერში და ასე ვთქვათ, ყველანაირად უშლიდა ხელს თანამშრომლებს, რომ მოევლოთ მისთვის და მისი ვოლიერისთვის. აქაც დადგა პრობლემა იმისა, რომ რაღაცით ეს ცხოველი ჩვენ უნდა გაგვერთო და მოვიფიქრეთ და ჩავსვით ვირები. ყველაზე შედარებით ისეთი არა აგრესიული მშვიდობის მოყვარე ცხოველები და თავიდან ვირებს ძალიან შეეშინეთ. ეხლა რა ვარია ამხელა ცხოველთა რო ჩაგვსვამენ, ხო? და ეს მარტორქა ძალიან უფრო ისეთი ცნობის მოყვარეობიდან გამომდინარე, თქვა დაძდევდა არანაირი აგრესია არ გამოიჩინა. აქ თქვენ ხედავთ რომ აქ არის ტალახის აბაზანაც, ანუ მარტორქისთვის აუცილებელია. ამ აუზის გარშემოც დარბოდნენ. მოკლედ თავიდან ძალიან ის იყო, რა ქვია, თითქოს ვერ უნდა გაეძლოთ ერთმანეთს, მაგრამ გავიდა რაღაცა დრო გავიდა და ეხლა უნდა ნახოთ როგორ მეგობრობენ, ერთად მიდიან, მოდიან, შედიან, ერთად მიირთმევენ საკვებს. ასე რომ დაუმშვიდდა ხასიათი, დაუწყნარდა, ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი მშვიდობის მოყვარე გახდა და ეხლა ჩვენები შედიან და ალაგებენ ვოლიერს და პრობლემაც მოიხსნა. შხამიან გველებს ექსპერიმენტში რაც არიან, ყველა შხამი აქ უნდა საინტერესოა ხოლმე საერთოდ და არ ვაცრეთ შხამს, ბუნებრივი მდგომარეობით არიან. ეს არის მწვანე პითონი, რომელიც გამოირჩევა თავისი სილამაზით, ძალიან ლამაზია, ძალიან ეფექტური გველია, აბსოლუტურად უვნებელია, იკვებება წვრილი ძუძუმწოვრებით.
გველები იკვებებიან კვირაში ერთხელ, დიდი გველები იკვებებიან 2 კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ მეტი დრო ჭირდებათ მოსანელებლად. პირველ რიგში ბევრი ადამიანი მოდის, ვისაც ეშინია ხელში დაჭერა და როცა იჭერენ ხელში, მერე ეს უჩნდებათ ეს სურვილი ხელმეორედ, რომ ხელში დაიჭრან და ხვდებიან, რომ ბევრი რაღაცა რეალურად სისულელია მოკლედ. ბევრი ლეგენდა არსებობს საერთოდ გველებთან დაკავშირებით, ბევრი ძალიან სულელური ლეგენდაა, ასე ვთქვათ, ბევრი სულწმენა არის, რა თქმა უნდა, ის თქმულებები, რომლებიც გველებზე ალბათ მართლდება ხანდახან, მაგრამ საერთოდ როცა ადამიანი ხელში იჭერს გველს, პირველად ამ შიშს როცა ძლევს, მერე სურვილი უჩნდება ისევ, რომ ხელმეორედ დაიჭიროს, ანუ რაღაც კონტაქტს რო ამყარებს, ხვდება, რომ ეს ყველაფერი ალბათ ცოტა გაბუქებულია. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს სპორტ კომპლექს არენა, სამკერვალო სალონ ტია, სილამაზის სალონ ალექსანდრას და ქართულ ბრენდ მარუსინკას შუს. დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ და მინდა გითხრათ, რომ გადაცემა გულისახილის გადამღები ჯგუფი აღდგომას მიემგზავრება იერუსალიმში, ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე ქართული შრიფტით აკრიფეთ გადაცემა გულისახილი. ნახვამდის.